საქართველო, ქვეყანა, სადაც ყოველი ქვა ლოცვას ინახავს, სადაც ხალხის გულში საუკუნეების მანძილზე ერთმა სახელმა დაიმკვიდრა მარადიული ადგილი, წმინდა გიორგი. სხვა ხალხებისთვის ის უბრალოდ წმინდანია, ქართველებისთვის კი მფარველი და ზეციური მხედარი. მშობლიური მიწის ყოველი კუთხე მის სახელს ატარებს. ქალაქსა თუ სოფელში, კლდესა თუ ბორცვზე, ყველგან დგას წმინდა გიორგის ტაძარი. როცა ქვეყანას მტერი მოადგებოდა, ხალხს წამდა ცხენზე ამხედრებული თეთრპერანგიანი მხედარი მათთან ერთად იბრძოდა. დიდგორზე, ბახტრიონზე, შავნაბადაზე ის ხილულად მიუძღოდა ქართველთა ლაშქარს და მტერი შიშით ძრწოდა. ეს არის ისტორია იმ ზეციური მხედრისა, ვისი სახელიც არ ჩამქრალა საუკუნეთა სიბნელეში. წმინდა გიორგის ისტორია, საქართველოს მფარველისა და მცველის ისტორია. ქრისტიან წმინდანთა შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზეც არ იდგეს წმინდა გიორგის ეკლესია. ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და რთულად მისასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებით არის მოხატული. დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისცემა ერში ფართოდ გავრცელებული სახელით გიორგითაც გამოიხატება. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწადმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნისათვის. ჩვენს ქვეყანაში სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 23 ნოემბერსა და 6 მაისს. ნოემბრის გიორგობა წმინდანის ბორბალზე წამების დღეა და მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება. სვეტიცხოველში კი ყოველწლიურად დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი საზეიმო ლიტურგია ტარდება. ხალხური ლეგენდის თანახმად 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვაა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით წმინდანის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 275 წელს მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის ლაშქარს ახალგაზრდა შეუერთდა და თავი განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ის მხედართმთავარი გახდა. დიოკლეტიანემ თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, სიკვდილით დასჯიდნენ. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. თუმცა გიორგი კაბადოკიელს მოწამეობრივი სიკვდილი ერჩივნა, ვიდრე ქრისტეს უარყოფა. გადმოცემის თანახმად იგი ბორბალზე დაკრული რომის იმპერატორმა სასტიკად აწამა. არაერთი წამების მოწმე გახდა წმინდანი. ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანი ლოცულობდა, თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა. წმინდა გიორგი 303 წელს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. ანდერძისამებრ წმინდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმინდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში ქალაქ ლიდაში. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა შემოსილი და ზეციური მხედარი. წმინდა გიორგის სახელზე არაერთი სასწაულმოქმედი ხატია შექმნილი.
რომლებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი შუბით ხელში, რომელიც გველეშაპს კლავს, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. დიდგორის ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით. სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი. ცხენსა ზედა სპეტაქსა ელვის სახეთ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა. დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი. ერთ-ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ, სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდ ისრით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლია. შუაზე აპობდა მტერს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან, მაგრამ მან მხოლოდ 2 ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა. მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის 2 ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთ-იქით დახვდათ ჩამოკიდებული. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცվել ერს. 1795 წელს აღამ აჰმად ხანის შემოსევის დროს ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსულ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბდიანი მხედარი და მუსრსავლებდა. ქართველებმა მასში წმინდა გიორგი შეიცნეს. მთას შავნაბა დაუწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს. წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წმინდა გიორგი ერთიანი საქართველოს სიმბოლო, განმასახიერებელი და მფარველია. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურაც არის და ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში სიმბოლურად გამოისახება თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვრით. წმინდა გიორგის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეების ცემენ თაყვანს. მათ შორის კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ყურანშიც მოიპოვება. როდესაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო, გიორგიმ თავისი მამულები უპოვართ დაურიგა და საიმპერატორო საბჭოზე გამოცხადდა ნიკომიდიაში. თავდაპირველად ის დაკითხვაზე იმყოფებოდა ვარდანის დუქსთან. შემდგომ კი წარსდგარა დიოკლეტიანეს სამეფო კარისა და მხედართ მთავრების წინაშე, მან აღიარა ქრისტეს რჯული და ამხილა იმპერატორის წარმართული მრწამსი. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რომ გიორგი ჩამოეკიდათ და ჯოხით ეცემათ. შემდეგ ფეხებზე ხუნდებ დადებული და მკერდზე ლოდ დაკიდებული საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, რომ გიორგი ურმის თვალზე გაეკრათ. გიორგი წამებას უდიდესი მოთმინებით იტანდა და ღმერთს მადლობას წირავდა. წამების შემდეგ, როდესაც ის ბორბალზე გაკრული დატოვეს, მას ანგელოზი გამოეცხადა და განკურნა. შეშინებული ჯალათები გაიქცნენ, ხოლო გიორგიმ მიაშურა აპოლონის ტაძარს, სადაც ამ დროს დიოკლეტიანემ მსხვერპლს წირავდა და ამხილა ცრუ კერპები. ნახესრაუნებელი გიორგი ქრისტე იწამეს დედოფალმა ალექსანდრამ და მხედართ მთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა. დიოკლეტიანემ ბრძანა გიორგი ჩაეგდოთ გამოუწვავი კირის ორმოში. 3 დღის შემდეგ მისულმა მეომრებმა გიორგი კვლავ უვნებელი ნახეს. იხილარა ეს სასწაული შეგროვილმა ხალხმა შეძახა, დიდია ქრისტიანული ღმერთი. წმინდანი წაიყვანეს საპყრობილეში, ჩააცვეს რკინის ფეხსაცმელი, რომელშიც გავარვარებული წვეტიანი ლურსმნები იყო ჩასმული და აიძულებდნენ ევლო. დილეგში მხურვალე ლოცვით გიორგი მუფლისგან შვება და განკურნება მიიღო.
დილით ის წარს დგა ტრიბუნალის წინაშე. დიოკლეტიანე კვლავ არწმუნებდა, რომ მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის, უარის შემდეგ ის საქონლის ძარღვისგან დამზადებული შოლტებით სცემეს. იმპერატორის მეგობარმა მაგნენციუსმა მიმართა გიორგის, თუ შენი ღმერთი ყოვლის შემძლეა, გააცოცხლოს რომელიმე გარდაცვლილი. გიორგიმ ლოცვით მიმართა ქრისტეს და დაიწყო ძლიერი მიწისძვრა. შორიახლოს მდებარე სასაფლაოზე ერთ-ერთი აკლდამა გაიხსნა და იქედან გადმოვიდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც შეევედრა გიორგის, მოენათლა იგი ქრისტიანად. აღშფოთებულმა დიოკლეტიანემ გიორგის საპყრობილეში ჩასმა ბრძანა. საპყრობილეში გიორგისგან კურთხევის მიღებისა და გაქრისტიანების სურვილით და სხვადასხვა ავადმყოფობისგან განკურნების იმედით მრავალი ადამიანი მიდიოდა, რომლებიც ციხის მცველთა მოსყიდვით მასთან შედიოდნენ. ერთ-ერთი იყო ღარიბი გლეხი გლიკერიოსი, თორაკლეოსი, რომელსაც მოუკვდა ერთადერთი ხარი, რომლითაც იგი მიწას ხნავდა. გლიკერიოსმა სთხოვა წმინდანს გაეცოცხლებინა მისი ხარი. რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ თუ ის იწამებდა ქრისტეს რჯულს, სახლში დაბრუნებულს ხარი ცოცხალი დახვდებოდა. დიოკლეტიანეს მოახსენეს, რომ გიორგის გამო მრავალმა ადამიანმა მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. დაახლოებულ პირთა რჩევით მან უხმო წმინდანს და წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის სანაცვლოდ უამრავი ჯილდო და სიკეთე აღუთქვა. გიორგი დათანხმდა ტაძარში მისვლას და როდესაც იქ უამრავი ხალხი შეგროვდა, აპოლონის ქანდაკებას მიმართა კითხვით, იყო თუ არა ის ღმერთი. კერპში ჩაბუდებულმა უწმინდურმა სულმა მიუგო, რომ ის არ არის ღმერთი. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტეა. გიორგიმ პირჯვარი გადაისახა და ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამის შემხედვარე დედოფალმა ალექსანდრამ უკვე აშკარად იწამა ქრისტე. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გიორგისა და ალექსანდრას. დასჯის ადგილისკენ მიმავალ გზაზე ალექსანდრა ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად და მშვიდად მიაბარა სული უფალს, ხოლო გიორგის ხმლით მოკვეთეს თავი. ეს მოხდა 23 აპრილს, დიდ პარასკევს. ანდერძისამებრ წმინდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმინდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში. დაგვიწერეთ თქვენი აზრი წმინდა გიორგისთან დაკავშირებით. მოიწონეთ ეს ვიდეო და თუ ჯერ არ გაქვთ კარდუს არხი გამოწერილი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ, რადგან ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევთ არა მარტო ჩვენ, არამედ მათ, ვისაც მსგავსი შინაარსის ვიდეოები ძალიან აინტერესებთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.